2026 წლის 7 მაისს ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ საზღვაო მარშრუტად ითვლება, ნელა მიემართებოდა 3 ამერიკული გამანადგურებელი: USS Strongston, USS Rafael Peralta და USS Mason. ირანის სანაპიროდან ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაურები შუმად აკვირდებოდნენ გემების მოძრაობას სათვალთვალო სისტემებისა და ოპტიკური ხელსაწყოების საშუალებით. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკული გემები დაუცველია. ისინი ადულ სამიზნედ გამოიყურებია, თითქოს თავად შევიდნენ ირანის ეზოში. მაგრამ თეირანი არ იცის, რომ სწორედ ეს სურს ამერიკას. რამდენიმე წუთში ირანი მოხვდება წინასწარ დაგებულ მახეში, რომელიც გამოავლენს მათ დიდი ხნის განმავლობაში დამალულ სამხედრო ქსელს. მოხსენებების მიხედვით, 3 არლეიბერგის კლასის გამანადგურებელი უბრალოდ არ გადის ჰორმუზის სრუტეში, ისინი განზრახ გახადეს, ხიმული და თითქოს დაუცველი. და მართლაც გეგმა ამოქმედდა. ირანი დიდი ხანია იყენებს ეგრეთ წოდებული კოღოს ფლოტის დოქტრინას, სტრატეგიას, რომელიც იყენებს პატარა, მაგრამ სწრაფ შეტევით ნავებს, დრონებს, სანაპირო რაკეტებს და მოულოდნელ თავდასხმებს დამალული ადგილებიდან. ბევრი წლის განმავლობაში ეს ეფექტური იყო, რადგან მათი გაშვების ადგილები გაფანტული და ძნელად საპოვნელია. არსებობს მიწისქვეშა ობიექტები, დამალული რაკეტსატყორცნები და საიდუმლო ბაზები სხვადასხვა კუნძულებსა და სანაპირო ზონებში. ამიტომ, როდესაც ირანმა დაინახა 3 ამერიკული გამანადგურებელი, რომლებიც თითქოს ადვილი სამიზნეები იყვნენ, იფიქრეს, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა ძალა ეჩვენებინათ. მაგრამ სწორედ ამას ელოდებოდა ამერიკა. როგორც კი ირანმა დაიწყო შეტევა, მაშინვე ამოქმედდა ASHS-ის სამხედრო სათვალთვალო ქსელი. ისინი იყენებდნენ რადარს, თვითმფრინავებს, დრონებს, სატელიტებს და საზღვაო თვალთვალის სისტემებს, რათა რეალურ დროში გაეკონტროლებინათ თითოეული რაკეტის გარშება, დრონების მოძრაობა და ირანული ძალების ქმედებები. მხოლოდ რამდენიმე წუთში დაიწყო ირანის დიდი ხნის დამალული სამხედრო ქსელის გამჟღავნება. ASHS-ის სამხედროებმა დაადგინეს სხვადასხვა გაშვების პოზიციები და დამხმარე ობიექტები კესემის კუნძულის, ბანდარ აბასის, ბანდარ კამირის და სირიკის მახლობლად. მოხსენებების მიხედვით დაზიანდა რამდენიმე სანაპირო სარაკეტო გამშვები, დრონების ობიექტები, სწრაფი შეტევის ნავების ბაზები, ნაღმების დასაყენებელი ხომალდები, იარაღის საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაზიანებულა, იქ ნათელი გახდა რა მოხდა სინამდვილეში. ბევრი ათწლეულის განმავლობაში ირანის სამხედრო სტრატეგია დაფუძნებული იყო დამალვაზე, მოულოდნელ თავდასხმებზე, მიწისქვეშა სისტემებზე და როის ტაქტიკაზე, რათა მტერს გაჭირვებოდა საპასუხო მოქმედება. მაგრამ ამჯერად სწორედ მათი თავდასხმა გახდა მათი საიდუმლოებების გამჟღავნების მიზეზი. ამერიკა რეალურ დროში აფიქსირებდა ირანის ძალების თითოეულ მოძრაობას, დრონების, სატელიტების, რადარის, თვითმფრინავებისა და საზღვაო სისტემების გამოყენებით, რის შედეგადაც მათ სწრაფად ისწავლეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი ქსელის ნაწილები ამოიცნეს და დაასახეს სამიზნედ, მანამდე სანამ ისინი აღჭურვილობის გადატანას მოასწრებდნენ. ეს უბრალოდ ბრძოლა არ იყო. ნამდვილი ბრძოლა იყო ინფორმაცია, მეთვალყურეობა და დროის სწორად შერჩევა. ირანისთვის ჰორმუზის სრუტე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათი ბერკეტია გლობალურ ნავთობის ვაჭრობასა და საერთაშორისო გადაზიდვებში. ამ ინციდენტის შემდეგ ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მათ 10 წლეულების განმავლობაში აშენებული შესაძლებლობებიდან ზოგიერთი დასუსტდა. სინამდვილეში, როგორც წყაროები ამბობენ. ანგარიშების მიხედვით, სატელიტურ სურათებზე ჯერ კიდევ ჩანს ხანძრისა და დაზიანების კვალი ჰორმუზის სრუტესა და ომანის მახლობლად. მას შემდეგ, რაც ძლიერი შეტაკება მოხდა ირანის სწრაფი შეტევის ნავებთან. და ეხა ერთი კითხვა აწუხებს ბევრ სამხედრო დამკვირვებელს. ეს არის თუ არა უფრო დიდი დაპირისპირების დასაწყისი სპარსეთის ყურეში. თუ ეს უბრალოდ ნათელი გზავნილია ამერიკისგან, რომ მათ შეუძლიათ ააფეთქონ თავად ის სტრატეგია, რომელზეც ირანი 10 წლეულებია მუშაობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში წარმატებული იყო, თითქმის არაფერი შეცვლილა მშვიდობის მოლაპარაკებებში. სინამდვილეში ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო, შეერთებული შტატები ერთის შემდეგ მეორეს სტათმობებს აკეთებს, რათა ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე დაარწმუნოს. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ შესაძლოა ირანსაც ნამდვილად სურს დაძაბულობის დასრულება და დათანხმდება ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. მაგრამ თეირანის პოზიცია შერბილებას კი არ აჩვენებს, პირიქით მოხდა. ირანში არსებული მკაცრი ხაზის მომხრეები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. და აქ კიდევ უფრო აირია სიტუაცია, რადგან არსებული ცნობების მიხედვით, როგორც ჩანს, ირანის მთავრობის შიგნით, ეხლა შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.
ერთ მხარეს არის IRGC, ანუ ისლამური რევოლუციური გვარდია, სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ცნობილია აგრესიულობითა და სიმკაცრით საგარეო პოლიტიკაში. მეორე მხარეს კი ირანის სამოქალაქო მთავრობაობა, რომელიც უფრო გახსნილია დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ New York Post-ის ანგარიშის მიხედვით, მაშინაც ამერიკასა და ირანს შორის ძალიან მყიფე ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება. რევოლუციური გვარდიის ძლიერი გავლენა ქვეყანაში კვლავ შენარჩუნებულია. და ამის გამო კიდევ უფრო რთულდება საშუამავლო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან. არსებობს ჯგუფები, რომლებიც დიალოგის გაგრძელებას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უფრო დიდი ომი. მაგრამ არსებობს ფრაქცია, რომელიც თვლის, რომ ირანმა არ უნდა დაიხიოს უკან და პირიქით კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ზეწოლა ამერიკას. ამიტომაც დღემდე ირანის მიმართულება კვლავ გაყოფილია. გასულ დღეებში მთელი მსოფლიო ელოდა ირანის ოფიციალურ პასუხს იმ უკანასკნელ წინადადებაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა. მაგრამ ზოგიერთი დამკვირვებლის თქმით, ეს ნამდვილად არ არის სრული სამშვიდობო შეთანხმება. უფრო მეტად ეს დროებითი შეთანხმებაა, სადაც ორივე ქვეყანა დათანხმდება მომდევნო 30 დღის განმავლობაში გააგრძელოს მოლაპარაკებები იმ პირობებში, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩება და თანდათანობით შემსუბუქდება ზოგიერთი ბლოკადის ზონა. ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ამერიკამ რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა ირანს და გუშინ იყო დადგენილი ვადა, რომ თეირანს ეპასუხა. პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ისინი ელოდებიან ოფიციალურ პასუხს ირანისგან დღის დასრულებამდე. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო უცნაური გახდა, რადგან ამ დრომდე ჯერ კიდევ არ არსებობს ნათელი პასუხი. არ არის დადასტურება ამერიკისგან, არ არის ოფიციალური განცხადება ირანისგან. და თვით პაკისტანიც კი, რომელიც ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც შესაძლოა შუამავლობის მცდელობებში მონაწილეობდეს, ასევე არ გამოუქვეყნებია ნათელი დეტალები. ირანმა არ თქვა დიახ, მაგრამ არც უარი უთქვამს. და ბევრი ანალიტიკოსისთვის, ამას შეიძლება ბევრი მნიშვნელობა ჰქონდეს, ყველაზე ოპტიმისტური ხედვით შესაძლებელია, რომ ირანში სხვადასხვა ფრაქციები გელ კიდევ ვერ შეთანხმდნენ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი წინადადების მიღებას ემხრობა, მაშინ როცა სხვები დაძაბულობის გაგრძელებას ამჯობინებენ. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო შემაშფოთებელი ინტერპრეტაციაც. შესაძლოა ირანმა ჩუმად უარი თქვა ამერიკის წინადადებას. როგორც ჩვეულებრივ საუბარში ზოგჯერ როცა პასუხი არ არის, ეს უკვე თავად პასუხია. და ამ ეტაპზე ეს არის სიტუაციის ყველაზე საინტრიგო ნაწილი. რადგან უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც ირანს პასუხი უნდა გაეცა. მაგრამ ყველა მხარე კვლავ დუმს, რაც უფრო დიდხანს გრძელდება სიჩუმე, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ირანი ჯერ კიდევ იღებს გადაწყვეტილებას, თუ ამ სიჩუმის უკან უფრო დიდი ნაბიჯი იმალება. და ანგარიშების მიხედვით პრეზიდენტმა ტრამპმა უშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რამაც რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი არ უპასუხებს, ან საბოლოოდ უარს იტყვის ურთიერთგაგების მემორანდუმზე, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. ისინი დააბრუნებენ ეგრეთ წოდებულ პროექტ თავისუფლებას. და თუ ეს მოხდება, ამერიკის უფრო აგრესიული ოპერაციები კვლავ დაიწყება ჰორმუზის სრუტეში. ეს ნიშნავს, რომ ამერიკული სამხედრო გემები კვლავ განაგრძობენ შეუჩერებელ შესვლასა და გამოსვლას სპარსეთის ყურეში. თან ახლდებიან სატვირთო გემებსა და ნავთობის ტანკერებს, რათა უზრუნველყონ ვაჭრობისა და ნავთობის უწყვეტი ნაკადი რეგიონში. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ამერიკას სურს უზრუნველყოს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი ღია დარჩება. თუნდაც ირანი წინააღმდეგი იყოს. მაგრამ დონალდ ტრამპის თქმით შესაძლებელია, რომ უბრალოდ პროექტ თავისუფლების დაბუნება არ იყოს ერთადერთი რაც მოხდება. ზოგი იტყვის freedom, რადგან რაღაცები არ მოხდა, მაგრამ მათთვის ეს არის project freedom plus. მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს project freedom plus, რაც ნიშნავს უფრო ფართო და უფრო მასშტაბურ ოპერაციას სხვა სამხედრო სისტემებისა და დამატებითი მხარდამჭერი რესურსების გამოყენებით. და აქ საუბარი კიდევ უფრო საინტერესო გახდა. იმ დროს, როცა ამერიკა აჩვენებს, რომ მზად არიან ნებისმიერ დროს ოპერაციაში დაბრუნდნენ, ასევე გაჩნდა ბევრი სხვადასხვა ისტორია იმის შესახებ, თუ რატო შეჩერდა project freedom თავდაპირველად. პეტრის სახლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს დროებით შეჩერდა როგორც კეთილინების ჟესტი, რათა ირანს მისცემოდა შესაძლებლობა დაფიქრებულიყო ამერიკის წინადადებაზე და მოლაპარაკების მაგიდესთან დაბრუნებულიყო. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს იმ თემებს, რაზეც ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის და იმ ზღვარსა და დათმობებს, რაზეც ისინი თანახმა არიან.
ეს ერთ-ერთი დათმობაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. ამიტომ თუ ირანი საბოლოოდ არ უპასუხებს, ან თუ გაირკვევა, რომ ისინი პირდაპირ უარს იტყვიან შეთანხმებაზე, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია განახლდება. მაგრამ კიდევ ერთი ნარატივი არსებობს, რომელიც უფრო ჩუმად ვრცელდება ამერიკის მედიაში და ეს უფრო სენსიტიური ნაწილია. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი უკმაყოფილო დარჩნენ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა Project Freedom გამოაცხადა მათთან პირდაპირი კონსულტაციის გარეშე. მდგომარეობის რეალობიდან გამომდინარე, ამერიკას არ შეუძლია ესეთი მასშტაბური საზღვაო ოპერაციის განხორციელება ურის ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ს სჭირდება წვდომა საუდის საჰაერო სივრცეზე და შესაძლოა ყურის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეზეც, რათა თვალი ადევნოს თავის სამხედრო გემებს და ასევე დაიცვას სამოქალაქო მოსახლეობა. და ხომალდები, რომლებიც ბრუნდებიან ნორმალურ ოპერაციებზე სპარსეთის ყურეში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ავიაბაზების გამოყენება სადაზვერვო ოპერაციებისთვის, საწვავის შევსებისთვის და სწაფი სამხედრო რეაგირებისთვის, თუ რაიმე ახალი დაძაბულობა წარმოიშობა. თუმცა, ანგარიშების მიხედვით, თავდაპირველად საუდის არაბეთმა უარი განაცხადა ამერიკისთვის თავისი ზოგიერთი ავიაბაზისა და საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვაზე, რადგან ისინი ოპერაციის დაგეგმაში თავიდანვე არ ჩართეს. და თუ ეს მართალია, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, როგორც ჩანს, საუდის არაბეთმა მიმართულება შეცვალა. და პოზიცია მოულოდნელად შეცვალა. ბოლოს საუდის არაბეთის მთავრობამაც დათანხმდა, რომ ამერიკას მათი ბაზების გამოყენების უფლება მიეცა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზანი ჰორმუზის სრუტის ღიად შენარჩუნება. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სპარსეთის ყურის რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანას სურს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს. ყველა ქვეყანას ირანის გარდა. რადგან თეირანისთვის ამერიკის ბლოკადა მათი ეკონომიკის ნელ-ნელა დახრჩობას გავს. როდესაც დაძაბულობა იზრდება, მისი გავლენა ჩვეულებრივ ირანელ მოქალაქეებზე კიდევ უფრო მძიმდება. ანგარიშების მიხედვით, ირანში წლიური ინფლაცია უკვე 50%-ს აღწევს. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ საკვების ინფლაცია 100%-ს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ საკვების ფასი თითქმის ორჯერ იზრდება ყოველწლიურად. ირანული რეალის ღირებულებაც მუდმივად ეცემა. ეს ისტორიულ მინიმუმზეა და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე ბევრი ირანელი, ვისაც შეუძლია ქვეყნის დატოვება, უკვე გააქვს თავისი ფული ქვეყნიდან. რადგან ბევრი უკვე აღარ არის დარწმუნებული რა მოხდება შემდეგ. და კიდევ ერთი მოვლენა იყო, რამაც ხალხი კიდევ უფრო აპორი აქვს. ბოლო დროს ირანის სასამართლო ხელისუფლებამ ჩამოართვა 200-ზე მეტი ქონება იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ. მაშინაც კი როცა არ ყოფილა საჯარო სასამართლო პროცესი ან გამჭვირვალე განხილვა. ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე უფრო მეტი ირანელი კარგავს ბიზნესს, სამუშაოს და დანაზოგს, მაშინ როცა მთავრობა სასუწარკვეთილად ეძებს ფულს. ამასთან ერთად, ირანის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა პირველად აღიარა მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო 20 თებერვალს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი დაიჭრა თავდასხმის პირველ ტალღაში. ოფიციალური პირის თქმით, სამიზნე თავად აიათოლა მუჯტაბა ჰუსეინი, კამენეის სამუშაო ადგილი და სახლი იყო. მისი თქმით, ის კიბეზე იმყოფებოდა, როდესაც რაკეტა აფეთქდა. მან მუხზე და ზურგზე მიიღო დაზიანებები. თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მსუბუქი ჭრილობებია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რადგან დღემდე არ არსებობს ვიდეო ან ხმოვანი ჩანაწერი უზენაესი ლიდერისგან, მაშინ როცა სხვა ირანელი ოფიციალური პირები და IRGC-ის მეთაურები თავისუფლად გადაადგილდებიან და საჯაროდ ჩნდებიან ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად ეჭვობს, რომ ირანის ლიდერის მდგომარეობა სინამდვილეში უფრო მძიმეა, ვიდრე ამას მთავრობა აღიარებს.